თუ მარნეულის მხრიდან ტიფლისისკენ მოემართები და თქვენ წინ ეს ხედი გადაიშალა, ესე იგი 2 საათის სავალი გზაა ტიფლისამდე. თუ რა თქმა უნდა ურმით ხართ, მანქანით 10 წუთშიც ჩააღწევთ ქალაქს. გაივაკებს ეხლა გზა და მე ისევ აღმართი დაიწყება, იქით შავნაბადა მოსჩანს და უკან კუმისი. რატო გავაჩერებინი ამ კუმისთან? მაგაზე ვიკამათე რეჟისორთან რა კავშირი აქვს ჩვენ დღევანდელ მოგზაურობასთან კუმისიო და რადგან საბოლოო მიზანი დმანისია და ვილაპარაკებთ გათხრებზე და ნაპოვნთავის ქალებზე და ბუნებრივია ევოლუციაზე, ჩემი პასუხი იყო რომ ყველაფერი წყლიდან დაიწყო და ამით გავიმართლე თავი და მაინც გადავხედე ამ საყვარელ ადგილებს. აი ეს ყანები მთავრდება და მე იწყება მთვარის ლანდშაფტი. სამწუხაროდ საპიკნიკეთ ეს ტბა არ გამოდგება, არა და ქალაქთან ძალიან ახლოა, მაგრამ სამაგეროდ მეთევზეების საყვარელი ადგილი. სურტავი, ხედავთ ვირების სადგომს, სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი. საინტერესოა თვითონ ამ მუნიციპალიტეტის ისტორია. ადრე არ არსებობდა საერთოდ და შედიოდა ბორჩალოს მაზრაში. მერე უცნაურია, კაცმა არ იცის რატომ ლუქსემბურგის რაიონი ერქვა 1930 წლიდან დაახლოებით 40 წლამდე. და აი ეს საზღვრები 1966 წლიდან აქვს მუნიციპალიტეტს. ძალიან საინტერესოა აქაური სოფლების სახელწოდებები, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. იცით რომ აქ შერეული ეთნიკური წარმომავლობის ხალხი ცხოვრობს, უმეტესად ჭარბობენ აზერბაიჯანული წარმომავლობის და აქედან გამომდინარე სახელებს ერქვათ უმეტესად აზერბაიჯანული სახელები. მაგალითად, სოფელ სურტავს ერქვა კოლაგირი. რითი გამოირჩეოდა? აქ იყო თურმე საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე დიდი საბჭოთა კავშირში მესამე ადგილზე იყო მეფრინველეობის ფერმა, რომელიც თითქმის მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა და დღეს ხედავთ ჩამკვდარი აი მოსახლეობა ცხოვრობს ბოსტნეულის გაყიდვით და იცით მოგეხსენებათ რომ აქაური მოსახლეობა არის ძალიან შრომელი და დაუზარელი. ქალაქ ბოლნისის მისადგომები, სოფელი რაჭის-უბანი. ეს ადგილი ცნობილია თავის მჟავე წყლებით. 1966 წელს აქ მდინარე მაშავერას ხეობაში დააწეს ჭაბურღილი და ამოხეთქა ამ წყალმა. ეს წყალი ცნობილია თავის უამრავი სამკურნალო თვისებით და საკმაოდ კარგადაც იყენებდნენ მის ამ თვისებებს. აქ იყო გახსნილი ქარხანა და ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს კომუნისტების დროს დღეში 2 ვაგონი გადიოდა თურმე ქარხნიდან. 1 ვაგონი მიდიოდა პირდაპირ მოსკოვში, ხოლო 1 ვაგონი დანარჩენი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ბოლნისი ერქვა ამ წყალს და როგორც თქვი გამოირჩეოდა მრავალი სამკურნალო თვისებით. და ეხლა სამწუხაროდ თვითონ წყალი ბოლნისი აღარ ისხმევა, მაგრამ რაღაც პრაგმატული დანიშნულება კოკა-კოლამ მაინც მოუძებნა და ეს ჭაბურღილები აქ შესყიდული თუ დროებით აღებული, ეგ არ ვიცი ეგ დეტალები, მაგრამ ფაქტი ისაა რომ გააქვთ ეს წყალი და აცლიან გაზს და სწორედ ამ გაზით გაზავენ კოკა-კოლას, როგორც ამბობენ ადგილობრივები. ქალაქი ბოლნისი, მისი მოსახლეობა ბოლო აღწერით შეადგენს 13,500 ადამიანს. ქალაქი ბოლნისი არის 1967 წლიდან. ისე ისტორიულად ამ ადგილას 3 სოფელი იყო განლაგებული: სატრედო, ყორანთა და ველკეთილი. სწორედ ამ 3 სოფლის ადგილას გაშენდა ბოლნისი და თვითონ სახელწოდება ძველი ისტორიული წყაროებიდან არის ნაპოვნი.
თვითონ ამ ბოლნისის ტერიტორიაზე 120 ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს. ბოლნისი როგორც ქალაქის ფორმირებას გერმანელებს უნდა უმადლოდნენ. რამე თუ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ ქალაქის ჩამოყალიბებაში გერმანელებმა. 1818 წელს გადმოასახლეს გერმანელები შვაბიიდან ამ რეგიონში და მას შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ აქ. კატერინენფილდ, ასე ერქვა გერმანელების დასახლებას. ეჭვმა გვინმე კატერინას საპატივცემულოდ. ხოლო მოგვიანებით უკვე საბჭოეთის დროს 1941 წელს დაერქვა როზა ლუქსემბურგის სახელი ამ დასახლებას. აი სწორედ გერმანელების მიერ არის აშენებული ეს შენობაც. აქ თავის დროზე იყო კათოლიკური ეკლესია, ეხლა კი სპორტ დარბაზია და ძალიან სასიხარულოა რომ გეგმაში აქვთ განახლება ამ დასახლების, რომ მისცენ პირვანდელი სახე, როგორიც იყო ეს ადგილი იმ დროს, როდესაც აქ გერმანელები ცხოვრობდნენ. საქართველოში არსებულ საკულტო ნაგებობათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მე-5 საუკუნის ძეგლი ბოლნისის სიონი, სამნავიანი ბაზილიკა. იმ დროისთვის უჩვეულო ნაგებობა ფრიად 478 წელს დაიწყო მშენებლობა და 493 წელს დასრულდა დავით ეპისკოპოსის მესვეურობით. 1634 წელს სპარსელების შემოსევის შემდეგ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ძეგლი და როსტომ მეფის და მარიამ დედოფლის თაოსნობით მოხდა რესტავრაცია. სწორედ ამავე პერიოდში მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ააგეს ეს სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც გალავნის შიგნით დგას. ნაშენია თვითონ ნათალი მწვანე ძალიან იშვიათი ფერის ქვებით და ყველაზე მეტად გამორჩეული არის ჯვრით, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ბოლნური ჯვრის სახელწოდებით. ეს რეგიონი გამოირჩევა სასარგებლო წიაღისეულით. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-3 საუკუნეებში აქ ოქროს მოიპოვებდნენ, შემდეგ მეორე-პირველ საუკუნეებში რკინას და სხვათა შორის ეს ადგილი იყო ხმელთაშუა ზღვის აუზში ერთ-ერთი, რომელშიც მოიპოვებდნენ რკინას. და მერე უკვე ჩვენ საუკუნეში მოგეხსენებათ 40-იანი წლებიდან დაიწყო აქ უკვე სერიოზული კვლევები და 70-იან წლებში აშენდა ეს კაზრეთის ცნობილი საბადო, დაიწყეს მადნის მოპოვება. მადნის მოპოვება ხდება აფეთქების გზით. მანისამდე 16 კილომეტრი დაგვრჩა და გავჩერდით რომ წავიხემსოთ. არ მავიტყდება წესი, მიეცით სტაფს პური რო შექმნათ თქვენგან სანახაობა, არის ასეთი გამონათქვამი და შემდეგ ხევსურულით ისმევა ხოლმე კარგი გადაცემის სადღეგრძელო. დვანიცის მუზეუმ ნაკრძალი. უნიკალური ადგილი, რომელიც 1983 წლიდან ფუნქციონირებს 1983 წლიდან როგორც ნაკრძალი თორე. კვლევები დაიწყო ბევრად ადრე. 1936 წელს ლევან მუსხელიშვილმა პირველად დაიწყო ამ ადგილის კვლევა და მას შემდეგ უამრავი საინტერესო რაღაც აღმოჩნდა. ჩვენ ამას შევეცდებით ეტაპობრივად მოგიყვეთ.
აი ადგილი, სადაც აღმოაჩინეს ჰომო გეორგიკუს. თქვენთვის ალბათ უფრო მზიად და ზეзвად ნაცნობი, ხოლო მეცნიერთა წრეებში ჩვენ და საამაყოთ ასე მოინათლა ჰომო გეორგიკუს. და კიდევ ამ ადგილის უნიკალურობა ალბათ იმაშია, რომ ეს ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ადგილებიდანაა მსოფლიოში, რომელშიც წარმოდგენილია ასე მრავლად არქეოლოგიური შრეები, დაწყებული გვიან ბრინჯაო ადრერკინის შუა საუკუნის და ალბათ ხედავთ კადრში შრეებს და ეს არის ადგილი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა აქამდე არსებული წარმოდგენა ადამიანის განვითარების. და ზეზუას და მზიას აკლდამის გვერდზე არის უკვე ბრინჯაოს ხანის სამარხები. რაც აღსანიშნავია, ბრინჯაოს ხანაში საერთოდ რაც კი აქამდე ნაპოვნია, არა აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიულ მდებარეობას, სადაც კი ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის სამარხები, ყველგან ჩონჩხები იყო ჩანასახისებრ პოზებში და ამ სამარხის თავისებურება სწორედ ის არის, რომ რატომღაც ჩონჩხი არის ლოტოსის პოზაში. არ ვიცი ეს რაზე მიუთითებს, ამაზე ალბათ ჩემზე კომპეტენტური ხალხი იმსჯელებს და გადაწყვეტს. ხოლო ეს კედელი უკვე არის შუა საუკუნეების დროინდელი ციხე-ქალაქის. რაც შეეხება შუა საუკუნეების ციხე-ქალაქს. თარიღდება დაახლოებით მე-7-მე-10 საუკუნეებით და ჩვეულებრივი განლაგება ჰქონდა, როგორც შეეფერება შუა საუკუნეების დროინდელ ციტაძელებს. გამოსარჩევია ციხის აბანო და გამოსარჩევია კიდე გვირაბი, რომელიც კლასიკა ჟანრა უერთდებოდა ციხესიმაგრიდან გვირაბს, რათა მტრების შემოსევის ჟამს წყალი მოეტანათ ხოლმე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ბატონი დავით ლორთქიფანიძე, უღრმესი მადლობა რომ დაგვთანხმდით და ამ რეგიონზე მე არ მეგულება ადამიანი, ვინც თქვენზე საინტერესოდ ისაუბრებს, კონკრეტულად დმანისზე მაქვს საუბარი. დიდი მადლობა, ალბათ არსებობენ ადამიანები, რა თქმა უნდა. შემიძლია გითხრათ, რომ დმანისი როგორც ძეგლი არის მსოფლიო მასშტაბის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ეს არის ის ადგილი, სადაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ ისტორიაში. მართლა ძალიან იშვიათი შემთხვევა არის, როდესაც ერთად არის შვენიერი ნაგებობები შუა საუკუნეების და დაათვალიეროთ და ნახოთ საქართველოს ისტორიის პერიოდები. შემდგომში იმის ქვეშ არის ბრინჯაოს ხანის ძეგლი, ანუ ეს ის უკვე ის ეპოქაა, როდესაც ადამიანი მეტალს ამუშავებს და ასე შემდეგ. და იმის ქვეშ არის ის, რითიც დმანისია მსოფლიოში ცნობილი, ეს არის მთელ ევრაზიაში უძველესი ჰომინიდის, ანუ ჩვენი წინაპრის ნაშთები. აქ არის ნაპოვნი დაახლოებით 1.8 მილიონ წლის ნაშთები, რომელმაც შეცვალა ადრე არსებული წარმოდგენა ადამიანის წარმოშობა თუ განვითარებაზე. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ ეპიზოდზე ეს თავის დროზე ყველასთვის იყო ცნობილი დმანისის წარმატებები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ვრცელდება, ეცეთ თვითონ გათხრები დმანისში დიდი ხანია მიმდინარეობს. შუა საუკუნეების 2005 წლიდან როგორც ბრძანეთ კითხეთ და 2005 წელს ეს ბოლო აღმოჩენა იყო, მაგრამ ისე ბანამდე რა თქმა უნდა, ცოტა ხარ ორი ელემენტისგან შედგება. ერთი არის შუა საუკუნეების ნაქალაქარი
რომელიც გარკვეულწილად არის საქართველოს ისტორიის მემატიანე და ვიტყვი სარკეცით. ეს არის შუა საუკუნეების ნაქალაქარი, რომელიც აჩვენებს არქიტექტურულ ელემენტებს, აჩვენებს მშვენიერ ეკლესიას, აჩვენებს აღმოჩენილი არის აგრეთვე ნაშთები სხვადასხვა აქტივობების, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის ის ეპოქას, აჩვენებს აგრეთვე ეპოქას, როდესაც არის საქართველოს ძალიან ძლიერი, მე-11 საუკუნეში, მაგრამ აჩვენებს იმასაც, როდესაც ჩვენთან იყო გვემტრების შემოსევა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის საქართველოს ისტორიის მოყოლა შეგვიძლია ამით. მე უფრო საინტერესოება კაცობრიობის. ამით ხო და სწორედ ის ლოკალურია მაინც. ჩვენთვის კი არის ძვირფასი. მაგრამ ის გარკვეულწილად გარემოს ქმნის, ხო თქვენ თვითონ ნახავთ, იმის ქვეშ არის. და საერთოდ მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ დმანისში არის დიდი მეცნიერული აღმოჩენები და როგორც თქვენ ვებძანეთ, რომ შეცვალა წარმოდგენები ადამიანის ევოლუციის შესახებ, გარკვეულწილად შეცვალა იმიჯიც, თუ შეიძლება ესე ითქვას, პრეისტორიული ძეგლების, იმიტომ რომ ყოველთვის იმას გულისხმობ, რომ ადამიანის წარმოდგენაში, როდესაც ლაპარაკია ჰომინიდებს, ევოლუციაზე, პრეისტორიაზე, წარმოგვიდგება თვალწინან აფრიკა, სადაც არის პირველი ასოციაცია აფრიკა. ან ასევე პრეისტორია არის მღვიმეები, რა, უფრო ვთქვათ, საფრანგეთი, ესპანეთი, ეს ნამარხები და ის რომ ახლა შუა საუკუნეების ნაქალაქარში იყოს პრეისტორიული ძეგლი, ესეთი რამ სოფლიოში არ ყოფილა. შესაბამისად, ფოტოგენურობაც აქვს ამას და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რომ გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერულად, რის რომ ორჯერ იყო National Geographic-ის ყდაზე, ეს იმას აჩვენებს, რომ ფოტოგრაფებისთვისაც საინტერესოა. და ბოლო დროს რატომ გახდა აქტუალური? იყო პირველი ბუმი, აი ზეზვას მზია, მე მიჩუმდავე, ვიტყვი, მაგრამ ისეთი რეზონანსი აღარ ყოფილა და აი ბოლოს წამოიწია, რამ განაპირობაა? თუნებას დავთა 2 წუთი ოდნავ უკან გადავიცეთ, როგორ მოხდა. შუა საუკუნეების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს თვითონ დმანისის აღმოჩენას, იცით. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე სამუშაოები მიდიოდა დაახლოებით 50 წელს მეტი მიმდინარეობდა და სწორედ ამ ნამარხების დროს, ამ კვლევის დროს აღმოჩნდა სხვადასხვა ცხოველთა ძვლები. და რომელთა შორის პალეონტოლოგმა ბატონმა აბესალომ ვეკუამ განსაზღვრა მარტორქა. ეს იყო 30 წლის წინ, წარმოედგინეთ დმანისში მარტორქა. და მას შემდეგ ჩანს, რომ ეს არის უძველესი ფენები არის ძალიან ძველი, მინიმუმ მილიონი წლის. შემდეგ ქვის იარაღიც აღმოჩნდა აჩვენებდა და 91 წელი იყო, როდესაც პირველი ჰომინიდის ნაშთი იყო. ანუ დმანისი, ასე ვთქვათ, სოფლიო მეცნიერების რუკაზე გაჩნდა 91 წელს. მაგრამ მაშინ იყო კრთალი წერტილი და ახლა უკვე უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ სადავო იყო, მაშინ აქ უფლება თუ არა იყოს აქ, ხო? მე 2000 წელი იყო სწორედ ეს ზედვადამზიას სოფლიოში პრემიერის წელი. გაწყვეტინებთ, მანამდე ვინ იყო? აი სად იყო ყველაზე ძველი არტეფაქტი? აი დმანისის აღმოჩენებამდე ითვლებოდა, რომ აფრიკის გარეთ ყველაზე ძველი არის მილიონი წლის. და ტერიტორიულად სად იყო? ესპანეთში იყო, ესპანეთი და იტალია ებრძოდა, ესპანეთი და იტალია ებრძოდა ერთმანეთს ვინ არის პირველი ევროპელი და აი უკვე თავმოჩემილია თქვა რომ 2000 წლიდან, უკვე 2000 წლიდან, როდესაც ჩვენ პირველად ეს ორი თავის ქალა ზეზვასი და მზიასი გამოვაქვეყნეთ, მაშინ უკვე აღარავინ არ დაობს, რომ დმანისში არის 1.800.000 წლის წინამდე. შემრიგებლის როლი ვითამაშია ესპანელებს და იტალიელებს რო არ წენოდათ. რო გითხრათ ძალიან გავახარეთ თქო ეგეთყვით, მაგრამ მეცეთ ეს ბუნებრივია ხა ეს ტერმინი პირველი ევროპელი გარკვეული ბრენდიც არის და ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ბასკები იჩემებდნენ ძალიან საფუძვლიანად. ვერგეთქვით, უფრო ეს ატაპუერკის გათხრები არის, ეს ბურგოსთან არის, უფრო კასტილია, მაგრამ ნუ ეხლა ეს ლეგენდ ხო, ნუ ეს არის რას ნიშნავს, რა მეგეთყვით, ერთი რო ეხლა ყველას გვაინტერესებს და სიამაყე ამის გარდა ეს არის ძალიან ფუნდამენტური მეცნიერული კვლევა.
თქვენ რასაც ხედავთ და დაინახავთ მანიში, აქ ზაფხულში არის ათეულობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ვინც ჩვენთან და რამდენად კარგად წარმოვაჩენ ჩვენ, ანუ მაქსიმალურად არის ეს პოტენციალს ვიყენებ ბოლომდე. გავყვეთ ახლა ამ თემას, ისევ მეცნიერება დაუბრუნდეთ იმ თქვენ შეკითხვას, რატო არის ისევ. საერთოდ მეცნიერების ძალა ალბათ ის გახლავთ, რომ ინტერესი იყოს სულ უფრო და უფრო გაძლიერებული. თუ პირველ ეტაპზე ეს იყო, თქვათ, ახალი აღმოჩენები და აღწერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ეს იყო 2000-ში, 2002-ში, 2005-ში, 2007-ში. იყო აღწერილობითი ნაწილი და ეხლა მტკიცებული. ეხლა არის უფრო გაანალიზებული, იცით, ეხლა ბევრმა დამისვა ეს შეკითხვა, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ, რომ აი 2005 წელს აღმოჩენილი და რატომ ეხლა? ანუ მარტო მე არ დამებადა, სწორად. ბუნებრივი კითხვაა, იცით, ეხლა ეს არის ერთი დამოკიდებულებაც არის, იცით, ეხლა ძალიან დიდი ცდუნება არის, რომ იმ წუთშივე მოახდინო ამის ჩვენება, მით უმეტეს ეს თემა მაინც გლობალურად საინტერესო თემაა, ეხლა ადამიანის ევოლუცია. და რა მოხდა, იცით, ეს 2005 წელს აღმოჩენილი თავის ქალა მიესადაგა 2000 წელს აღმოჩენილ ყბას. ანუ ჩვენ გამოგვივიდა ყველაზე სრულყოფილი ნიმუში. და როდესაც უკვე ვნახეთ, ну, გარკვეული დრო ჭირდება მის დამუშავებასაც ფიზიკურადაც, ანუ სანამ კვლევას დაიწყებ, რომ ეს ისეთ ქანებშია, ამ ქანებს უნდა მოაცილო, ეს ქანები უნდა მოაცილო, მასალაც გაასუფთა, ისე რომ არ დაზიანდეს ბუნებრივია. და როდესაც ვნახეთ, რომ ეს არის მართლა ყველაზე სრულყოფილი, ერთმანეთთან დაკავშირებული ეს ქვედაღობა და თავის ქალა, სხვა შეს უნდა გითხრათ, ეს ქვედაღობა თავის დროზე იყო ძალიან დიდი თავის ტკივილი. თუ იმდენად განსხვავებული ჩანდა, რომ ერთმა ჩემმა კოლეგამ ისიც კი გითხრა, რომ უკან ჩაფლეთ. ну, იხუმრა რა თქმა უნდა, მაგრამ ის თქმა მინდა, იცით, ყბა საერთოდ ნაკლებად დიაგნოსტიკურია, ვიდრე თავის ქალა უფრო მეტი ინფორმაცია შეიცავს. და როდესაც ვნახეთ უკვე ბევრი რამე გახდა ნათელი. ამის მერე მოხდა ძალიან დეტალური კვლევა და შედარება წინა 4 ნამარხის, 4 თავის ქალის. და პლუს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტატისტიკური კვლევა იყო აქამდე არსებული სხვა მასალის, რაც არის მსოფლიოში. დღემდე აღმოჩენილის და პლუს თანამედროვე ადამიანის და ის, რაც არის, თქვათ, უმაღლეს მაიმუნებში. ძალიან მარტივად რო გითხრათ, ეს აღმოჩენა არის ყველაზე სრულყოფილი ნამარხი, რაც დღემდე ყოფილა მსოფლიოში ამ ეპოქისთვის. მეორე, ის რომ დმანისის ნიმუში 5 ერთად, არასდროს ესეთი ტიპის აღმოჩენა არსად არ ყოფილა ერთ ადგილას. ანუ დრო არის გაჩერებული და ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ მთელი პროცესი. ანუ აქამდე თუ თქვათ იგივე დიდი აღმოჩენა, რომელიც აფრიკაში იყო, ხო? ის იყო დაკავშირებული ცალკეულ ნამარხებთან სხვადასხვა ადგილას და იკრიფებოდა მე ცალ-ცალ და აქ არის სრულყოფილი და ეხლა სწორედ ამან გამოიწვია ალბათ ის, რომ მეტი დრო დაგვჭირდა. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა პირდაპირ გეტყვით, იმიტომ თვითონ ჩვენ ჯგუფშიც თავიდანვე არ ვეყავით ჩამოყალიბებული, როგორ ერთმანეთშიც კი. იმიტომ რომ იცით, აი როგორ დაინახავ, იცით, ეს არის ორი სხვადასხვა ჯგუფი, იგივე ამ 5-ში. ხა ეგ რო ცალ-ცალკე გეპოვათ ეს 5 თავის ქალა და 4 ყბა 9 ნიმუში, ხო? შეიძლება 9 ჯგუფი გამოეყოვებათ. ეხლა თან არის არა მარტო ერთ ადგილას, არამედ არის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებიც. ეს არის უკვე ასაკიანი, ყავს თინეიჯერი, არის ქალი, არის კაცი. ანუ შეხედავ იმ ცვლილებებს, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერ დაინახავდი. და ეს შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ეს აი ესეთი რომანტიული არქეოლოგიიდან გადადის სერიოზულ ბიოლოგიაში. ამიტომაც იყო ეს რთულიც, საპასუხისმგებლოც და გარკვეულწილად, პატარა, ხა რისკი არ მინდა ვთქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალი, ხა თქვენ ნახეთ ალბათ იყო სათაურები, რომ ამან მთლიანად შეცვალა, ცოტა ჟურნალისტების, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ყველაზე მთავარი რა მოხდა, იცით, საქართველოს არის მეცნიერების წინა პლანზე. საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი მასალა იმისთვის, რომ გავიგოთ ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული პრობლემები. ისიც ჩანს, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები და ჯგუფი, იმიტომ რომ აქ დიდი ჯგუფია ჩვენი გუნდი და რომელსაც აქ უნარი მიხვდეს და იმუშაოს სხვებთანაც არიან ჩვენთან.
ამერიკელიც, შვეიცარელიც და ასე შემდეგ. აი ეს არის ზოგადად და ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ამ ნამარხებმა და ამ აღმოჩენამ გარკვეულწილად შეაქანა მოდი ესე ვთქვათ, ადრე არსებული მოსაზრებებიც. აი ძირეულის რაშია. ყველას მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ადრეული ჰომო, გვარი ჰომოს ერთი ეპიზოდი, ყველაზე მთავარი ეპიზოდი დავაფიქსირეთ, რომელიც არის ერთხას. ანუ აქამდე თუ ითვლებოდა, რომ ჩვენ შეგვიძლია 5-6 გავსასვლელად, აქ არის 1-ში. ანუ გარკვეულწილად, ხა მე ხშირად უკითხიათ, ახლა აი ბოლო ხანებში მართლა ეს მედიის ყურადღების ქვეშ არის, რომ აი თქვენი კრიტიკოსები რას ამბობენ. ეს კრიტიკა ის კი არ გაკრიტიკებს შენ რა გააკეთე. ის ამბობს იმას, რომ იცით მე რას თქვი, ესეც შესაძლებელი იყოს, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის, რომ აი ჩვენ ახალი მასალა, აი ჩვენ გაანვალიზეთ. ეს სფეროსაც ყავს კრიტიკები, ეს ხო ზუსტი მეცნიერებაა. არა, მაშინ მე მგონი არ არსებობს სოფლიოში მეცნიერება არ არსებობს დისკუსიის გარეშე. და თუ ეს თემა არის დისკუსიისაგან, ესე იგი არის საინტერესო. დოგმატური მეცნიერება მე მგონი ჩაბარდა დროს, ასე რომ საკდმანისი არის ის ადგილი, სადაც მიმდინარეობს მართლა მაღალი უმაღლესი რანგის სამეცნიერო კვლევა. ეს არის ადგილი, სადაც ხდება მომავალი პროფესიონალების მომზადება, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის სკოლები, საერთაშორისო სკოლა, უმაღლესი განათლების უნივერსიტეტები. არქეოლოგიების დასავლად თუ ანთროპოლოგია თუ იცით როგორ არის ორი სკოლა გვაქვს, მოდმე მოქმედი, ერთი არის სადაც ევროპელი და ამერიკელი სტუდენტები იღებენ კრედიტებს პალეოანთროპოლოგიაში და ინტერდისციპლინარული მომზადება ხდება. ეს მეცნიერება არ არის ერთი ხაზი, აქ არის გეოლოგია, პალეონტოლოგია, გეოფიზიკა, ასე შემდეგ. მეორე გვაქვს საზაფხულო სკოლა სპეციფიური ქართველოლოგიისთვის, მაგრამ ვიყენებთ არქეოლოგია არის გამაერთიანებელი ამ შემთხვევაში და ძალიან ბევრი ქვეყნის ადამიანები ჩამოდიან და არიან ექსპედიციის წევრები, როგორც მეცნიერები, ისე. მაგის კითხვა მინდოდა, მეცნიერების გარდა ეს ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია რიგ ქვეყნებში და ჩვენ მე მგონი სათანადოდ ვერ ვაპიარებთ ამ. იცით, მოდი ვთქვათ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ათვალიერებს. ჩვენ მუშაობთ ორი მიმართულებით. ერთი არის ადგილობრივი და ეს არის სკოლები, პირველ რიგში და ბავშვები და თქვენ როგორც ხედავთ, მანეში ეს ინფრასტრუქტურა მომზადებულია. საერთოდ უნდა გითხრათ, აი დვანესის ძეგლი თვითონ, აი რითი განსხვავდება იგივე სხვა არქეოლოგიური ძეგლებისგან, როგორც წესი, სხვადასხვა ადგილას არის გათხრები, ვიზიტორების ცენტრი და ლაბორატორიული დამუშავება. ჩვენ ვცადეთ, რომ ეს სამივე ერთ ადგილას იყოს და აი სამიშრე არის ისტორიული, იგივე იცით, ეს არის დაახლოებით რომ ეთქვა სტადიონზე ნახო, ფეხბურთი თუ ნახო, ეს არის და მისი, რაც შეეხება ეხლა იქ ადგილზეა დაცული ეს არტეფაქტები. ეს სეიფშია, მაგრამ ადგილზე არის ასლები, ადგილზე არის იგივე ზეზვადამსიას თუ იქ არიან, მისი რეკონსტრუქცია, კიდე მათი შვილიც იქ არის. მაგრამ რა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ თუ ეს არ არის მასობრივი ტურიზმის ადგილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჯერ საბოლოოდ ინფრასტრუქტურულად არა ვარ ჩვენ საათ, რომ მივიღოთ დიდი ნაკადი. ანუ ეს ის შემთხვევა არის, რომ ზედმეტმა მარკეტინგმა შეიძლება უარყოფილ ავნოს და ასე რომ ეხლა არის ის ეტაპი, როდესაც ჩვენ ვართ მზად ამისთვის, რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. მზად გვაქვს პროგრამები, პროექტები იმისთვის, რომ ახალი მუზეუმი შეიქმნას. ზუსტად იქვე შესასვლელში, სადაც მე ტურიზმი იღებს. საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს არის ოპტიმალური, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, რომელიც ერთდღიანი ტურებისთვის თქვენ შეგიძლიათ თბილისიდან მოხვდეთ დმანიში, ნახოთ პირველ ყოფილების შუა საუკუნეების, მოხვდეთ ბოლნისში. ვაშორ ბოლნისისიანი, იქ ასევე ბოლნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძალიან ადრეული ოქროსაბადო, ეხლა კი
არ არის ცნობილი მისი ბედი როგორი იქნება, იმიტომ რომ ის ხდება არქეოლოგია, ხდება ინდუსტრიის ინტერესების სფეროში და არ ვიცით რა ბედია წვევა, მაგრამ აქვე ამ ტერიტორიაზე უნდა გითხრათ აღმოჩენილია ბოლნისის და მარნეულის ტერიტორიაზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პირველი მიწათმოქმედების პერიოდის არქეოლოგია. და ეხეთ რა არის აი იგივე ესე უნიკალურობა თქვათ ამ რეგიონის რა, რომ არის უძველესი ევროპელები, არის უძველესი ღვინო და უძველესი მიწათმოქმედება ბოლნისთან და მარნეულთან და პლუს ამას ემატება უძველესი ოქროს წარმოებაც, ამას ემატება შუა საუკუნეების მართლაც საუკეთესო ნიმუშები, ასე რომ თამამად შეგვიძლია თქვა რომ მთლიანად ეს ნაწილი არის განსაკუთრებული. თქვენი პროფესია აი პირდაპირ ებმევა ჩვენ გადაცემას, ანუ არქეოლოგია მოგზაურობის გარეშე არ არსებობს. უნდა იმოგზაუროთ, რომ მიაკულიოთ რაღაცას. რაც ადგილი უჭირავს თქვენ ცხოვრებაში მოგზაურობას, რომ გამოვაკლოთ პროფესიული. რა თქმა უნდა, ახლა მე გარდა ვთქვათ იგივე მოგზაურობისა ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთაც მეწევს და ძალიან გამემართლა ძალიან ბევრი რამე მინახავს. მართლა სხვადასხვა გათხრებიც მინახავს, ქვეყნებიც მინახავს. საერთოდ მოგზაურობა და კვლევა ახლის შემეცნება არის მე მგონი საერთოდ პროგრესის მთავარი ნაწილი. და ჩვენი ქვეყანა არის მდიდარი წარსულით, ბუნებით და ადამიანით, ასე რომ ჩვენ ალბათ ამ ფორმატში უნდა შევხედოთ ყველაფერს, იმიტომ ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელიც ხვალ ნავთს ამოიღებს და ნავთზე იყოს. ასე რომ ჩვენთვის ბუნებისადმი დამოკიდებულება, მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება, ასე რომ წინაპირობა იქნება განვითარების. და როდესაც მე გითხარით, რომ თმანეთში ბევრი სასკოლო პროგრამებია, სწორედ ამისთვის არის, რომ სულ პატარაობიდან ჩაუნერგოთ დამოკიდებულება ბუნებასთან, მემკვიდრეობასთან და არქეოლოგია ამ შემთხვევაში ეს ხიდი იყოს ამისთვის და არა იმისთვის, რომ ასეულობით არქეოლოგი გაჩნდეს ყოველდღე. და კეთილშობილი პროფესია ბავშვობიდან სულ რომანტიკული ხიბლი ახლავს, რაღაც უცნობ იმის პოვნის განძის თუ ადამიანში ხო ჩადებულია ეგ რაღაცის. რა თქმა უნდა, საერთოდ მე მგონი სფერო არ არის კვლევის გარეშე მე მეეჭობა რომ რომელიმე სფეროში მიაღწიო წარმატებას არ აქვს მნიშვნელობას ადიქნები და რაც შეეხება იგივე თქვათ სურათს ან თქვათ საზოგადოებრივ წარმოდგენას არქეოლოგიის გარდა ეს არის სწორედ ის შემთხვევა სადაც ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ ერთმანეთთან როგორც რაღაც თავგადასავალი როგორც თქვენ ბრძანეთ ისე გართობაც ისე ნამდვილი მეცნიერებას და აი დვანესი შემიძლია გითხრათ რომ ალბათ მსოფლიო მასშტაბის არის ესეთი სწორედ ესეთი ხედვისთვის. უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კარგად ვდანდებოდეთ. დიდი მადლობა. კარგად. იქ